გამარჯობა, მე ვარ სალომე, 23 წლის და მე ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ჰობი, ძალიან ცოტა დრო და ახლა მოგიყვებით ერთმა წინადადებამ როგორ შეცვალა ჩემი ხედვა ზოგადად ადამიანის განვითარებაზე პროფესიის მხრივ. ერთ-ერთ ლაშქრობისას ლაპარაკობდნენ ჰობებზე და ჩემთან ერთად იყო ერთი გიდი და ამას რომ კითხეს რომ რა ჰობები გაქვსო, ცოტა ხანი დაფიქრდა და უთხრა რომ ჰობები არ მაქვს, რა ჰობიც მქონდა, ყველაფერი პროფესიად ვაქციეო. და როცა ეს გავიგე, მაშინ მივხვდი, რომ ჩემი რაღაც ჰობები რაც მქონდა, მე შემეძლო რომ ამდგარიყავი და ყველაფერში პროფესიონალი გამხდარიყავი. აქედან წამოვიდა რეჟისურის მხრიდანაც უფრო სიყვარული, ტატუ არტისტიც მინდოდა რომ გამოვსულიყავი და გადავდგინა ბიჭი რომ გამოვსულიყავი და ასე უბრალოდ ჰობებად არ დამრჩა. იგივეა ფოტოგრაფიაზეც. უბრალოდ სურათების გადაღებაც ყოველთვის სასიამოვნო იყო, მაგრამ როცა უკვე ყოველ დღე იწყებ რაღაც პატარა ნაბიჯით განვითარებას, მაშინ უფრო ხედავ შენ თავს მომავალში, რომ ეგ საქმე აკეთო ყოველ დღე და უფრო განვითარებული იყო როგორც ადამიანი. ჩემ თავსაც და ჩემ მეგობრებსაც სულ იმას ვეუბნები, რომ თუ რამის გაკეთება გინდა, რაც არ უნდა ცოტა დრო გქონდეს და ან ძალიან ყოყმანოვდე, ან ძალიან გეშინოდეს, მაინც იმ ერთ პატარა ნაბიჯს თუ გადადგავ, მერე ნელ-ნელა თავისით ვერ წახვალ წინ, მაგრამ ყოველდღიურად პატარა ნაბიჯებით მაინც მიხვალ იქამდე, სადამდეც კმაყოფილი იქნები, რომ უკვე იქ ხარ. არქიტექტურაზე ჩაბარებისას და თან სწავლის პროცესში მაინც ისეთი განცდა მქონდა, რომ მან ჩემ თავს ვერ ვხედავდი განვითარების მხრივ და მინდოდა რომ მაინც სხვა რაღაც მეკეთებინა. და ეს სხვა რაღაც იყო ყოველთვის ფილმების სიყვარული. მაგის გამო, ჰობად არ მინდოდა რომ დამეტოვებინა და თან ბავშვობიდანვე იმდენად მიყვარდა ეს კამერებთან ყოფნა და მუშაობა. ძირითადად მაშინ ვათვალიერებდი მხოლოდ უბრალოდ, იმიტომ რომ მეტი ინფორმაცია არ მქონდა და მამაჩემის კამერებთან მქონდა ბევრი შეხება და მაინც ეგ სიყვარული მქონდა ჩარჩენილი მაგ სფეროს მიმართ. ჩემი თავი უფრო ფილმების სამყაროში მქონდა წარმოდგენილი. ხელოვნების სხვადასხვა სფეროები იმდენად მიყვარდა, რომ ეს უკვე ფილმების გადაღება სწავლის პროცესში რო ვარ, მინდოდა სხვა რაღაც მესწავლა და გადავწყვიტე რომ ტატუ არტისტობა მესწავლა და ტატუ არტისტი გამოვსულიყავი. ესაც ჰობის დონეზე არ მინდოდა მხატვრობა რომ მქონოდა და მინდოდა რომ რაღაც პროფესიად მეკცია. და ტატუ არტისტობა ყველაზე ჩემთან ახლოს იყო, ბავშვობიდან მქონდა მაგის სიყვარული და ხელოვნებაც ერთიანდება მაგაში. როცა ლაშქრობაში მიდიხარ და მით უმეტეს მრავალდღიან ლაშქრობაში როცა მიდიხარ, იქ ყველა გრამს აქვს მნიშვნელობა. შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი ჰქონდეს, მაგრამ რაღაცების ამოკლევისას ერთადერთი რასაც ვერ ამოკლებ არის ფოტოაპარატი. მაგის გარეშე იქ რომ მიხვალ, რომ არ ქონდეს ძალიან გული დაგწყდება უკან იმ მოგონებებს რო ვერ წამოვიღებ, რასაც რეალურად ხედავ. და ერთადერთი საშუალება იმის, რომ რეალურად ასახო, რასაც თვალით ხედავ. განსაკუთრებით ფირის კამერაზე. ფირის კამერა საკმაოდ მძიმეა. მაგრამ ერთადერთი გზაა, რომ ზუსტად რეალურად გადმოსცე ის ვიზუალური მხარეც და ემოციური მხარეც.